მაშასე მეგობრებო, შემდეგი ბოლოს წინა აქვს და ჩვენ კომენტატორის რანგში შემოგვიერთდა საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, პროფესიონალი მოკრივე, ყველასათვის კარგად ნაცნობი მებრძოლი და ქართული პროფესიონალური კრივის ნამდვილად ამომავალი ვარსკვლავი, თეონა ფიროსმანაშვილი, რომელიც ჩემთან ერთად წაიყვანს დარჩენილ შემოგვიერთდა როგორც კომენტატორად გამომდინარე ყველას არ ვატარებ დღეს. თქმა უნდა ბრძოლა მირჩევნია. ეს მომავალ შოუებზე უკვე შემბრძოლებს ველით. აუცილებლად. მე მინდა გითხრა, რომ ილიას დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ჩემი კომენტატორობა ამ ბრძოლით დაიწყო. ნამდვილად საინტერესო წვლილია ჩვენს წინაშე. თავის მეორე მის წინააღმდეგ ასევე ახალგაზრდა გურჯაანელი მოკრივე თორნიკე ილაშვილია. ილაშვილი მესამე თუ მეოთხე ბრძოლა მისი პროფესიონალური კრივის რინგზე, ძალიან ძლიერი ბიჭია. 19 წლის ისევე როგორც ალია და ზებენ დღეს ეს მოკრივეები რინგზე. ველით მხოლოდ დაძაბულ ორთაბრძოლას მე პირადად გამომდინარე იქიდან, რომ ილიას ალიას ერთი ბრძოლა აქვს გამართული და ძალიან მაგარი ბრძოლა აქვს ჩატარებული. ტექნიკური ბრძოლა არჩენა ნამდვილად მე ვიყავი მაგ ბრძოლაზე და მაგით დამამახსოვრდა თავი. ნახოთ დღეს რა სიზამს. კარგია, ილაშვილმა კარგად დაიწყო. წინა ხელით მარცხენას კარგად ხმარობს, კარგი დარტყმებით მიაყენას ალიას. ეხლა უკვე ალიას დროა რომ უპასუხოს. ჩემი აზრით ძალიან ახლო დისტანციაზე დგას ალია და იქ მისვლა ჯერჯერობით არ აწყობს. იმ სტილისთვის, რასაც ახლა ილია გვთავაზობს, ჩემი აზრით სჭირდება უფრო ძლიერი დაცვა, იმიტომ რომ წინ სიარულისას ძალიან ბევრ დარტყმას ატარებს. ნუ ფიზიკურად რომ შევხედოთ, დაახლოებით თანაბარი ახალგაზრდობის მოკრივეები არიან. თუმცა ილიაშვილი ასკარად უფრო აქტიურია ჯერჯერობით. კარგია, ეხლა უკვე ალიამ კარგი დარტყმები გააკეთა. ხუთის მოუსინჯა მეტოქეს, შემდეგ უკვე მარჯვენა ჰუკით კიდევ ერთი დარტყმა განახორციელა. ნელა მე მგონი ალიაც აქტიურდება. კი, შეიძლება ის რაღაც ერთგვარი ტაქტიკა ან გეგმა იყო მისი, რითიც დაიწყო. მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაუნდი მე მგონი ილაშვილმა წაიღო, ხო? იმიტომ რომ ნახოთ ჯერჯერობით ნამდვილად თავიდან ჩემი აზრით ამ რაუნდში უპირატესობა აქვს. გაცილებით აქტიური იყო ილაშვილი. ბევრად ზუსტი დარტყმები ჰქონდა. მიზანს უფრო მეტმა დარტყმამ მიაღწია ვიდრე ილიას მხრიდან. შვენიერი კომბინაცია, კარგი მარცხენა ჰუკი ილიასგან. აი რაუნდის ბოლოს ალია გააქტიურდა, ნახოთ რამდენად ეყოფა. გააქტიურდა, მაგრამ თორნიკეს კარგი დაცვა ჰქონდა და მე მგონი მიზანში არც ერთი დარტყმა არ მისულა. ფაქტია რომ საინტერესო პირველი რაუნდი იყო.
ცდილობენ საკუთარი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა. ჩვენ ვნახეთ აქ ბრძოლები, სანამ თეონა შემოგვიერთებოდა. როგორ დაიწყო ამა თუ იმ მოკრივემ და როგორ გაგრძელდა სხვანაირი სცენარი. შემდეგ რაუნდებში შესაბამისად პირველი რაუნდიდან შეიძლება რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ ხოლმე, მაგრამ შემთხვევაში მეორე, მესამე რაუნდში უკვე ვითარება იცვლება. გამომდინარე იქიდან ვის რა ტაქტიკა აქვს არჩეული, ვის როგორი გამძლეობა აქვს, ვირა დარტყმას გაატარებს. ბევრი რამე ყოველწამიერად იცვლება რინგზე, ასე რომ წინ მეორე რაუნდია. ნახოთ რა გამოვა. დაიწყო მეორე რაუნდი. იგივე სურათია, ყველანაირი ცრუ მოძრაობების, მანევრების გარეშე მიდით წინ და იღებს უაზრო დარტყმებს. ახსნა არ აქვს მაგ მოქმედებას ჩემი ხო, ანუ შენ იცნობ მით უმეტეს ამ მოკრივეს და მისი სტილიც იცი ალბათ. ხო, საერთოდ ვერ ვცნობ ეხლა რას აკეთებს, მაგრამ ხედავ იმას, რომ თორნიკე აშკარად დომინირებს. უნდა ითქვას, რომ თორნიკე ილაშვილს აქვს ძალიან ძლიერი დარტყმა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოკრივია და აი ეს თუნდაც შეიძლება თავიდან მიყენებულმა იმ დარტყმებმაც იმოქმედა უკვე სალიას მოქმედებებზე, თუმცა ამის მიუხედავად აი სულ წინ მიდის, მაგრამ დარტყმებს იღებს ამ წინ სიარულში და აი ეს არის სწორედ მე ვფიქრობ სალიას პრობლემა. ამის მიუხედავად ილაშვილი ძალიან თავისუფლად არის რინგზე. აი, დაცვაც ეს რაუნდი უფრო აქტიურია ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ვიდრე პირველი რაუნდი ორივე მოკრივეს მხრიდან. შეიძლება გააკეთოს იმის, რომ მეტი გამძლეობა აქვს მას ამ ტანობა და მაგის ხარჯზე აპირებს რაუნდების წამოღებას, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მე მგონი თორნიკე უკვე უფრო დაღლილია ვიდრე ილია. კი და კიდევ ერთ რამეს აღნიშნავ, რომ რაუნდის დასაწყისში უფრო აქტიურია ხოლმე თორნიკე ილაშვილი და რაუნდის ბოლოს უკვე სალია აქტიურობს. გულშემატკივარიც გააქტიურდა ამასობაში. როგორც ჩანს ილია სალიას საკმაოდ ყავს ადგილზე ქომაგები. ისევე როგორც თორნიკე ილაშვილს. უძლიერესი დარტყმა. მარჯვენა ჰუკი ილიასგან. უძლიერესი დარტყმა და კიდევ. აი თურმე რას ველოდებოდით? აი თურმე რას ველოდებოდა ილია? უკვე ემჩნევა თორნიკე ილაშვილმა ძლიერი დარტყმები გაატარა და ეხლა ეს რაუნდი უნდა ჩაამთავროს, თორე კაი დღე არ დაადგება. სალიამ კი ამ დარტყმის მერე თორნიკე დასრულდა. გატეხვა, ეტყობა და კი. შენ კარგად შენიშნე ილაშვილის დაღლილობა, რომლის მიერეც უკვე გაატარა აი ეს დარტყმა. ზუსტად ეს არის კრივი და მე დავინახე სალიას მზერა, რომელმაც გამოხედა მეტოქეს ამ მოწმებს, თუმცა არა. როგორც ჩანს, ილაშვილი ვეღარ გააგრძელებს ბრძოლას. ვადაზე ადრე მიულოცოთ ილია სალიას, აი ჩვენ საუბრობდით რომ ისე აქტიურად ვერ დაიწყო, თუმცა ეს არის კრივი. მე ვფიქრობ, რომ ბრძოლის ესე შეწყვეტის მიზეზი თორნიკეს მაინც არ ჰქონდა მიუხედავად ამ დარტყმის გატარების, იმიტომ რომ ეს გეთანხმები, როცა უკვე პროფესიონალური კრივის საჭირო დაეთვალა, შესაბამისად არ ყოფილა ესეთი დარტყმა, რის მერეც ბრძოლა უნდა დაასრულო. ერთადერთი მე არ ვიცი ახლა კუთხეში რა ხდება, თუ სეკუნდანტებს უთხრა რომ რაიმე ტრავმა ჰქონდა, რომელიც ჩვენ ვერ შევნიშნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გეთანხმები, რომ როდესაც პროფესიონალური კრივის რინგზე გახარ, ასე ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ და
გაცილებით მეტი პატივი უნდა უცეთ გულშემატკივარს. მით უმეტეს რომ ერთ დარტყმაში ნამდვილად შეიძლება ყველაფერი შეცვლა. თუმცა არ ვიცი, შესაძლოა რაიმე ტრავმასთან მქონდა საქმე, ან ხელის, ან სხვა რაიმე რის გამოც მივულოცოთ ილიას, ალბათ ღირდა იმ დარტყმების გატარება ბრძოლის დასაწყისში, რომ მივულოცოთ ილიას ალიას, ორი ბრძოლა, ორი გამარჯვება, მშვენიერი დასაწყისია პროფესიონალური კარიერისთვის. ნახოთ. როგორ გაგრძელდება ამოკრევის კარიერა, ისევე როგორც თორნიკე ილაშვილის. ახალგაზრდა ძალიან კარგი მოკრევია ისიც. ბრძოლაში მოწინააღმდეგე არის გამო გამარჯვება მოიპოვა მოკრევან ილია სალია. ილიას რინგზე ხედავთ შალვა გუჩმაძოვს ზვია ციკოლიას წარმატებები მიჭებს.